არის თუ არა altcoin-ებში ინვესტიცია ჩვეულებრივი ჰობი და როდის გვექნება ნანატრი ალტსეზონი? მეგობრებო, ამ ვიდეოში ვისაუბრებთ altcoin-ებზე, ვისაუბრებთ მათ დანიშნულებაზე, ვისაუბრებთ თუ რა სარგებელს გვაძლევს ისინი და რა სარგებელი შეგვიძლია მივიღოთ, ანუ რა ფინანსური სარგებელი შეგვიძლია მივიღოთ მათგან. ასევე განვიხილავ ყველანაირ ნიუანსს, მეგობრებო, განახებთ ესე ვთქვათ ციფრებს იმისთვის, რომ ზუსტად და სწორად გაიგოთ თუ რას გულისხმობ მე, იმიტომ რომ ვინც მე დიდი ხანი მიყურებს, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ მე altcoin-ებში ინვესტიციას არ ვაკეთებ, არ გავაკეთებ იქამდე, სანამდე ეს ბაზარი იქნება უკონტროლო. მაგრამ ანუ ბევრი მოდის ხოლმე და მიმტკიცებს რომ აი ის კოინი დაილისტა, ეს კოინი დაილისტა, ამანის გააკეთა, იმანის გააკეთა ერთ რამეზე შევთანხმდეთ. შეიძლება თუ რა altcoin-ებით ფულის გააკეთება შეიძლება, ვაკეთებ თუ რა ფულს altcoin-ებით ვაკეთებ, მაგრამ მე შევდივარ altcoin-ებში როგორც ტრეიდი, ვიღებ ტრეიდი თუ წავიდა ძალიან მაღალ და შემდეგ ეს თქვა შემოგები დავფიქსირე, დავტოვე რაღაც ნაწილი და ესე ვთქვათ, ჩემი stop loss-ი უკვე ავიტანე entry-ში და ასე შემდეგ, ის 20% ჩემი მთლიანი ესე ვთქვათ პოზიციის შეიძლება ინვესტიცია გამოვიდეს, ხო, მაგრამ მე ჩემი მთელი რისკები ესე ვთქვათ მოხსნილი მაქვს მაგ ტრეიდიდან და ეს არის უბრალოდ ჩვეულებრივად უფასო ფული, მაგრამ ესე ვთქვათ ინვესტორებს და ინვესტორებსაც ვერ დავარქვე 99%, რომელიც altcoin-ებში შედის ხოლმე, ისინი შედიან უბრალოდ როგორც ინვესტიცია, ფულს დებენ და ელოდებიან რომ რაღაცამ გაისროლოს. მაგრამ რა თქმა უნდა ხშირ შემთხვევაში ესეც არ ხდება ხოლმე, ხო, ისინი არიან უბრალოდ გემბლერები, მე ასე ვუყურებ ამ ყველაფერს, მაგრამ ეს ამ ყველაფერს რა თქმა უნდა მე ესე ჰაერზე არ ვიძახი, ნუ გამოვლენ ხოლმე ძალიან ჭკვიანი ადამიანები და იმის პროტოკოლმა ის გააკეთა, ამის პროტოკოლმა ის გააკეთა, იმანის ქნა და ანუ ძალიან დიდი ესე ვთქვათ ბაბლი შეიქმნა ესე ვთქვათ altcoin-ების, altcoin სეზონი როდის იქნება, ის როდის გაკეთება, მე კიდე გეუბნებოდით მეგობრებო აქამდე რომ ის alt სეზონი რომ მოსწელოდებით აღარ გვექნება. შეიძლება თუ რა გაკეთდეს altcoin-ებით ფული, შეიძლება, ყოველთვის შეიძლება, მაგრამ ის რომ თვალდახუჭული იყიდო როგორც წინა bull market-ის დროს იყო, რა coin-იც გინდოდა და ის გაიზრდებოდა, ესე აღარ ხდება, აღარც მოხდება. და ჩემი აზრით კრიპტო ბაზარი შეიძლება ამ ბულრანის შემდეგ ძალიან ბევრი რამ შეიცვალოს საერთოდ კრიპტო ბაზარზე, რასაც მე მივესალმები, რომ ის გახდეს უფრო კონტროლირებადი. თუ გინდა რომ შენ მასში ინვესტიცია გააკეთო, თუ გინდა რომ სერიოზული ხალხი შემოვიდეს, სერიოზული ფული შემოვიდეს, რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი კონტროლი, იმიტომ რომ სადაც კონტროლი არ არის, იქ ძალიან ცუდი რაღაცები შეიძლება მოხდეს, სადაც შენ არ გინდა ფულის ჩადება, ხო? როგორც არის манипуляციები და ასე შემდეგ. სანამ გადავთ მეგობრებო ჩარტებზე, სანამ განვიხილავთ ციფრებს და ასე შემდეგ, იმიტომ რომ მე ძალიან მიყვარს ციფრები, ესე ჰაერზე რაღაც გამომცხვარს მე ვერ ვენდობი და ფულს ვერ ჩავდებ ხოლმე. მაგრამ სანამ გადავთ მეგობრებო ამ ციფრებზე, მოდი დავიწყოთ იქიდან თუ რას გეუნებიან შენ რომ რა არის კარგი ინვესტიცია და აი რომელი კოინი უნდა იყიდო და სად უნდა გააკეთო ინვესტიცია და ასე შემდეგ. და დავიწყოთ altcoin-ებით, ხო? დამისახადეთ ერთ-ერთი altcoin-ი, რომელიც ჩვენ რაიმე სარგებელს გვაძლევს. ჯერ ეს ერთი უნდა დავიწყოთ თავიდან. მოსახლეობის რამდენი პროცენტი აკეთებს კრიპტოში ინვესტიციას ან რამდენმა პროცენტმა იცის კრიპტოზე, ხო, ეს არის პლუს-მინუს 5-6% და არცა. იმიტომ რომ როგორ ითვლიან ამ ყველაფერს ითვლიან, რა თქმა უნდა, ტოტალურ მოსახლეობაზე, რამდენი ტოტალური მოსახლეობა არის და რამდენს აქვს, ესე ვთქვათ, ონლაინ საფულე გაკეთებული, ხო? მე მაგალითად რამოდენიმე ონლაინ საფულე გაკეთებული მაქვს ასევე, ესე ვთქვათ, ბროკერზე მაქვს რამოდენიმე აკაუნტი და exchange-ზე მაქვს რამოდენიმე აკაუნტი, ხო? ანუ ჩემს ახალზე შეიძლება 5 საფული იყოს დარეგისტრირებული და ისინი ესე ვთქვათ მე-5 ადამიანად მთლიან, ხო? ამიტომ ეს დათვლა სწორად არ არის, ანუ 6% მაინც არ მიმაჩნია მე სწორი, მაგრამ მოდი ვთქვათ რომ პლუს-მინუს 6% არც იყოს, არ არის პრობლემა, იყოს ის 6% მთლიანი მოსახლეობის. ახლა ნახეთ რა ხდება მეგობრებო, იმ 6%-დან ვინც აკეთებს ინვესტიციას, ხო? როცა ჩვენ ვიწყებთ ხოლმე altcoin-ებზე, რომ აი ეს altcoin-ი ინვესტორს ეხმარება კრიპტოში, რომ ის გააკეთო, შენ შეგიძლია swap იმის ამის გააკეთო, შეგიძლია ის იმაზე გადაიტანო, რა ქვია, DAX-ზე, მერე ამაზე გადმოიტანო, იმაზე გადაიტანო, აქ ფული ისეს ხო, იქ ფული გადარიცხო, აი ეგეთი რაღაცები გეხვეწები მითხარით, რომ აი რამდენი ახლა მე ვინც მიყურებს, ანუ დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი აკეთებს ინვესტიციას კრიპტოში და კრიპტოთი არის დაკავებული. აი ჩემი მაყურებლის რამდენმა პროცენტმა იცის ეგეთ რაღაცებს და რამდენი პროცენტი იყენებს აი მაგათ პროდუქტებს, კონკრეტულ პროდუქტებს. მე თვითონ ვარ კრიპტო ტრეიდერი, მე თვითონ ვაკეთებ ინვესტიციას ბიტკოინში და ეთერიუმში და
თავიდან როცა მე შემოვიდი ამ სივრცეში, რა თქმა უნდა, რაღაცები ვცადე იქ Celsius პროტოკოლში, სადაც ქონა ფული ჩადებული, მე Uniswap-ი მქონდა, მე ის მქონდა, ძალიან ბევრი რაღაცები გამომისდე, მაგრამ მე თავიდან როცა რაღაცა მაინტერესებდა და ამჟამად გაშემ. მაგრამ დღესდღეობით მე საერთოდ არაფერს არ ვიყენებ, აი იმის გადაგზავნა, ეგეთ რაღაც სულეებში მე არც ფულს ვხარჯავ, არც დროს და არც ენერგიას, იმიტომ რომ არაფერი შეამჭირდება. ხო და წარმოიდგინოთ, რომ მე ყოველდღიურად ვარ კრიპტოთი დააკავებული იმ 6%-დან, რომელმაც იცის კრიპტოზე, ხო, მოსახლეობის 6%-დან და მე თვითონ არ ვიყენებ ეგეთ რაღაცებს. ესადეთ რაც ვაკეთებ არის ინვესტიცია ბიტკოინში და ეთერიუმში და ტრეიდინგი. ტრეიდინგი როცა შენ ტრეიდინგს ეხები, ყველაფერზე შეგიძლია ევაჭრო, ხო, გინდა ალტკოინები იყოს, გინდა ხოლმე ბიტკოინი, ეთერიუმი იყოს, გინდა ფორექსი იყოს, ნუ არ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ როცა შენ ტრეიდერობ და ვაჭრობ, შენ გაქვს შენი განსაზღვრული რისკი და მორჩა. მაგრამ როცა შენ გაქვს $1000 და ალტკოინებში აკეთებ ინვესტიციას, რას აკეთებ $100 იგდებ, $100 აკეთებ და ელოდები რომ რომელიღაცამ გაისროლოს. შეიძლება ერთ-ერთმა გაისროლოს და 5x გაგიკეთოს, მაგრამ დანარჩენმა ესე ვთქვათ, გაუფასურდე 70, 80, 90%, ხო, იმიტომ რომ ჩარტებზეც განახებთ თუ რა გააკეთეს ალტკოინებმა, ხო? და მაინც ვერ გამოხვალ მოგებული, იმიტომ რომ ის 5x-ი ჯერს ერთი არ დაგეხმარება იმაში, რომ შენი წაგებული თანხა, ესე ვთქვათ, ისევ უკან გააკეთო და ესე ვთქვათ, ისევ break-even-ში მაინც იყო ჯერ ეგერთი და მეორეც ისეთი გრიდი იქნები, რომ დაელოდები 100x-ი გააკეთოს, ხო? ეგ მეორე და მესამე რომს გააკეთო ფული, ხო, გაგიმართლოს. ეგ ერთხელ გაგიმართლა, მაგრამ მეორეჯერ ვეღარ გააკეთებ იმას, იმიტომ რომ ბაზარი შეიცვლება და ეს ვთქვათ, ყოველთვის არ გაგიმართლებს ეგრე, ხო, რაღაც კაზინოში თუ შეხვედი და წითელს და შავს დადე, ერთხელ გაგიმართლებს, ორჯერ გაგიმართლებს და მაგრამ მე უკვე ვეღარ გაგიმართლებს, იმიტომ რომ არც იცი თუ ეს ფული როგორ კეთდება. მაგრამ არიან ხოლმე ესეთი ტვინიკოსები, რომ აი მე ამ პროტოკოლში, ამ პროტოკოლს ვიცნობ, ამ იმებს ვიცნობ, აი მოდი სიმართლე ვთქვათ, აი როგორ კეთდება კრიპტოკოინის ანალიზი, აი როცა გეუბნებიან რომ ეს არის კარგი, ეს არის ფუნდამენტალური, ძალიან ძლიერი და ის გადაგვაჩენს და ერთი თვალის დახუჭვით და დახამხავით სოფლიოს მეორე ნაწილში გაგვაჩენს რომ მოინდა, ეგეთ რაღაცის სულელები, ხო, ან ბევრი იცით, თქვენ უფრო ჩემზე მეტი იცით ამის შესახებ, იმიტომ რომ თქვენ ესე ვთქვათ ეძებთ ყოველთვის რაიმე ჯემს, მაგრამ მე ამას არ ვეძებ ხოლმე, იმიტომ რომ ვიცი რომ ეს არის სულელი, ეს არ არის ჩემთვის, იმიტომ აი რა დანიშნულება აქვს მას, აი რატომ უნდა გააკეთოს ადამიანებმა მაშინ, აი რას აკეთებს. ყოველდღიურობაში გეხმარება რამეს გიადვილებს, ვერ ხვდები, ხო? მაგრამ როგორ კეთდება ხოლმე მათზე ანალიზი, ძალიან ჭკვიანი ვიღაცა ვინც Twitter-ზე რაღაცას წერს ან YouTube-ზე ვიდეოები აქვს, ამის ყოველთვის ამბობ, რომ მე არ უნდა დამიჯეროთ. მე რასაც ვამბობ, ინფორმაცია ეს რა თქმა უნდა თქვენთვის არის ძალიან კარგი, იმიტომ რომ შეიძლება რაღაცა ისწავლოთ, შეიძლება რაღაცაში არ დამხტახო, შეიძლება რაღაცაში დამეტანხმო, მაგრამ ყოველთვის ვამბობ, რომ გადაამოწმე. მე ვამბობ იმას შეიძლება ის თქვას, იმას შეიძლება ის თქვას, შენ რას აკეთებ, ამ ყველაფერს ერთად იღებ, ანაწილებ, ესე ვთქვათ, აკეთებ ანალიზს, შემდეგ შენ გამოგაქვს შენი საკუთარი დასკვნა, ხო? მაგრამ რო გადავინახოთ ისევ მათზე, ანუ რატო ამ ფორმას ამოსამობ, იმიტომ რომ რახან ვიღაცას YouTube-ი აქვს, რახან ვიღაცას Twitter-ი აქვს, X-ი აქვს, ეს აქვს და ვიდეოებს აკეთებს და რაღაცა ეგანიშნავს იმას, რომ ან იმას ფული აქვს, ან იმას შენზე მეტი იცის, ან ძალიან ჭკვიანი არის, ხო? იმიტომ რომ ბევრს ეგეთი დამოკიდებულება აქვს ხოლმე და ეგრე არ უნდა იყოს მეგობრებო. იმიტომ რომ ყველა შეუძლია დღეს ანუ ძალიან ბევრი ვიცი TikTok-ზეც საქართველოში ეგრე არის ძალიან ბევრი და ისეც YouTube-ზეც ზოგმა შეიძლება 1-2 ვიდეო ნახოს კრიპტოზე რაღაცა და უბრალოდ გადაიღოს დადოს, მაგრამ აი რო ხვდები რომ არაფრის აზრზე არის არც ტრეიდინგის და არც კრიპტოზე, ხო, ანუ ეგეთი რაღაცები ბევრი ხდება და თქვენ უნდა გააკეთოთ ანალიზი თუ რა არის სწორი და რა არის არასწორი. მაგრამ როგორ კეთდება ამ ალტკოინებზე ანალიზი? შედიან ვინ დაარსა? ვინ არის გუნდი, ამოწმებენ იმ ადამიანებს, პიროვნებებს და რას აკეთებენ, აი მაგალითად მათ უნდა გააკეთონ ის და ეს. ანუ ესე იმას რომ დაუბრუნდეთ 6% აკეთებს ინვესტიციას, იმ 6%-დან შეიძლება 5% აი ეგრე ყოველ რაღაც გადარიცხვა გადმორიცხვებში და იმისი სტეიკინგი და ამისი კუნსტეიკინგი და ამისი Uniswap-ი და ეს შეიძლება მაქსიმალურად 10% იყოს დაკავებული, ხო? აი ამ 10%-ისთვის შენ ქმნი რაღაც პროდუქტს, აი ვთქვათ რომ მართალია ისინი რას ამბობენ, ხო? აი შენი 10%-ისთვის ქმნი რაღაც პროდუქტს, იმ 6%-ის 10%-ისთვის, არა თუ მოსახლეობის 10%-ისთვის. იმ 6%-ის 10%-ისთვის ქმნი რაღაც პროდუქტს, იმ ეს 10% ვთქვათ ეცნობა შენ პროდუქტს, იმ 10%-დან ყველაზე მაგარ შემთხვევაში, ვთქვათ რომ 50%-მა მოიწონა, 50%-მა არ მოიწონა, ხო? ეს 50% ვთქვათ იყენებს რაღაცაში, რაც ისვლელი არის, ხო, მაგრამ ვთქვათ რაღაცაში იყენებს.
შემდეგ მოდის ისევ ვიღაც კონკურენტი, ხო იგივე საკეთებს. ვერ იმ 50% ვიღაც სხვაგან გადავა, სხვაგან გადმოვა და ანუ საიდან მოდის ფული, ან რაში იხდიან ისინი ფული, ან საიდან შედის ამ კოინში ფული, ან როგორ ხდება ამ ფულის განაწილება, ან მე ინვესტორი როგორც ფულს ვაკეთებ, რაში იყენებენ ისინი ამ ფულს და შემდეგ. ეს ყველა კითხვა რჩება გაუცემელი. ერთადერთი რაც არის, მე მჯერა trust me bro, it will be like that, you will see, don't be broke, if you invest now, you will be rich then, you will thank me later, blah blah blah. ეგეთ რაღაც სისულელები. ანუ მე ვიცი რომ როცა დამწყები ხარ ამ ყველაფერს აყვები, იმიტომ რომ მეც ყვებოდი, ყველა ყვება. ვერავინ ვერ იტყვის რომ ანუ ესეთი რაღაც ესეთ შეცდომები არ დაუშვია, ხო? მაგრამ როცა შენ უშვებ ერთხელ შეცდომას, შესაძლებელია რა, მაგრამ როცა ამ ყველაფერს არ ანალიზებ და 15-ჯერ, 100-ჯერ და 200-ჯერ უშვებ შეცდომას, მაგ შემთხვევაში შენ ხარ ჩვეულებრივი იდიოტი. მე მაგას ვამბობ, შეცდომა ყველამ შეიძლება დაუსვას, მაგრამ როცა შენ გაანალიზებ, რომ ეს არის შეცდომა, ეს არის სწორი, მაგრამ მაინც აკეთებ, მაგ შემთხვევაში შენ ხარ ჩვეულებრივი იდიოტი, ხო? ანუ ყველა ჭკვიანები ვერ ვიქნებით, რა თქმა უნდა. ანუ ესე ხდება ამ ალტკოინების ანალიზი. სხვა ვერაფერი ვერ ხდება და მე რეალოდებიან იმან რა გააკეთა, ანუ და დეველოპერმა რა გააკეთა, ახლა აი რა შეგჭირდება ριბრენდინგი. აი Tesla-მ რამდენჯერ გააკეთა ριბრენდინგი მითხარ ერთად, Apple-მა რამდენჯერ გააკეთა ριბრენდინგი და watchlist მაგივრად მსხალი რამდენჯერ დაარქვეს, ანუ მარწყვიან რაღაც, ხო? აი რა შეჭირდება ριბრენდინგი. ριბრენდინგი არის ერთადერთი ჩვეულებრივი ხრიკი ესე ვთქვათ, რეკლამა, რომ აი ჩვენ რაღაცას თვითონ ვაკეთებ და ესე ვთქვათ, ისე ყურადღება მიზიდონ, ეგ ერთი. მეორე მეგობრებო, market cap-მა გააკეთა რა თქმა უნდა all time high, მაგრამ ეგ ყველაფერი წავიდა Bitcoin-ში და Ethereum-ში და altcoin-ებმა თავიანთი, ესე ვთქვათ, დრო გაუფასურდნენ 99%-ით, იმ 99%-ით 10%-იც არ დაუფიქსირებიათ ისევ, ხო, იმიტომ რომ როცა შენ რაღაცას მაგალითად თუ coin-ი ფასურდება, ესე ვთქვათ, 50%, მაშინ მან 100% უნდა გააკეთოს, რომ იგივე ნიშნავს დაუბრუნდეს, ხო? იმის ნახევრებიც არ აქვს ჯერ გაკეთებული და აი რა ალტკოინებში ინვესტიცია და რა ის მაგარი კოინია და მაგარი პროტოკოლი აქვს და მაგარი ის აქვს და მაგარი ის აქვს და რაღაც სულელები, ხო? და მეორე კიდე ავიღოთ მაგალითად Solana, აი Solana-ზე რას ფიქრობ? რას ფიქრობ Solana-ზე? ვთქვათ რომ აი შენ ახარ დიდი, აი ვთქვათ რომ უნდა წახვიდე შენ დიდი ინვესტორთან, რა ვისაც აქვს მილიონები, მილიარდები, ტრილიონები და ანუ ეოს თავაზობ რომ Solana-ში ინვესტიცია გააკეთოს რა, აი როგორ შედიხარ და რას ეუნები მას, როგორ უხსნი. აიცი რა, მემე კოინები ახლა არიან ძალიან ჰაიპში და ანუ მემე კოინები მასე ილისტება, გადარიცხვებში გაყიდვა გამოყიდვაში, ესე ვთქვათ, ფიები ირიცხება, ანუ იტვირთება ის ქსელი რაღაც სულელების ეს და მაგით ჩვენ ვაკეთებთ ფულს. ანუ როგორ გინდა რომ ინვესტორმა მაგაში გააკეთოს ფული, აი რაღაც სულელეში, ხო? ანუ ჩემთვის არის პირადად ძალიან მიუღებელი. იქნება თუ არა კოინები, რომლებიც გააკეთებენ 10x, 100x და 200x, შესაძლებელი არის, მაგრამ რამდენი კოინია დღესდღეობით თუ გაინტერესებთ, თუ იცით საერთოდ. ანუ წინაზე სანამ ესე ვთქვათ, bear market-ი დაიწყებოდა წინა bull-run-ის დროს 10, 14, 12-აც ეგრე მე რყეობდა ხოლმე, რა მანამდეც ცოტა იყო, მაგრამ მე ნელა ემატებოდა, ხო? დღესდღეობით ჯერ იმ ალტკოინებმა არც გააკეთეს იმას ნახევარი, რაც აქამდე იყვნენ ფასები, მაგრამ დღესდღეობით გვაქვს მეგობრებო 37 მილიონი ალტკოინი. 37 მილიონი. როგორ უნდა ამოარჩევ 37 მილიონში ის ერთადერთი ძალიან მაგარი ჯემი, რომელიც მარტო და მარტო შენ იცი, ან იმ კომუნიტმა, რომლებიც ამ ყველაფერზე research-ს აკეთებენ, ანუ როგორ უნდა ამოარჩევ, მე ვერ ხვდები. 37 მილიონი, აი როგორ ეძებ, აი რა ტაქტიკაა, რასაც მე და სხვები ვერ ვიგებთ, ხო და აი შენ ახარ ესეთი სპეციალური და მიმტკიცებ, რომ ეს პროტოკოლი რაღაცას იზავს, ხო? აი როგორ არჩევ მაგიდან და მეორეც მეგობრებო, როგორ უნდა განაწილდეს ამდენი ფული ამ ყველა altcoin-ზე ის რომ რაღაცები გაიზარდოს, ხო? და CoinMarketCap-ზე ვეძებდი მეგობრებო, თუ სად ეწერა, ესე ვთქვათ, მოდი გადავიდეთ პირდაპირ ჩარტებზე მეგობრებო, იმიტომ რომ ჩარტებს განვიხილოთ. და რაღაცები. ანუ აქ ნახეთ, CoinMarketCap-ზე ვეღარ პოულობ თუ სად არის total crypto. ანუ აქ ეწერა ხოლმე 2.2, 3. რაღაცა crypto. ბოლოს თუ არ ვწდები 2.2 იყო, ვიდეო რო გადავიღე, წინა წელს გადავიღე. ანუ აქაც არაფერი, აი 20.9 მილიონი cryptocurrency. აქ თავიდან აქ მარცხნივ მაღლა იყო ხოლმე. 20.9 მილიონი კრიპტო. წინა ბოლოს რო გადავიღე მეგობრებო, კიდევ ერთხელ 2.2 თუ 2.4 იყო. ანუ ერთი წელი არც არის გასული და მაგ ერთი წელში გაათმაგდა კრიპტოკურენსები, ანუ კრიპტოს რაოდენობა გაათმაგდა. მაგრამ კრიპტოში ინვესტიცია არ გაათმაგებულა. კრიპტოში ინვესტიცია, მოდი ახლა გადავინაცვლოთ აქ.
ნახოთ total market cap-ი რამდენით გაიზარდა. ანუ all time high რო გააკეთეს აქ ქონა კორექცია. სულ რაღაც 10-11 ვთქვათ ჩვენთვის სასარგებლოდ დავამრგვალოთ 15% ვთქვათ თუნდაც არ მაქვს არანაირი პრობლემა 15% ვთქვათ დამრგვალებულად რომ ესე ვთქვათ კაპიტალიზაცია კრიპტოსი მთლიანად გაიზარდა 15%-ით როცა რაოდენობა კრიპტოსი გაიზარდა 10 მაგათ ანუ 10-ჯერ 10x გააკეთა მაგრამ ჩვენ თუ ვკითხავთ ესე ვთქვათ Google-ს ვკითხავთ ჩვეულებრივად CoinMarketCap-იც გვიდასტურებს რომ as of September 2025 over 37 million unique cryptocurrencies have been created ანუ 2025-მდე ოკეი ეხლა მივხვდი ანუ 37 კრიპტოკურენცი შეიქმნა და მაგიდან ანუ ამას თუ დაუჯერებთ ამ დატას 20.9 არის დარჩენილი ანუ ზოგმა რა ვიცი გაკოტრდა რა ვიცი რა სიძახით გაკოტრებას თუ აღზევებას და მე ფულის მოპარვას და წავიდნენ და ესე ვთქვათ დილისტინგი მოხდა მათი ნუ არ აქვს მნიშვნელობა მაგრამ 37 მილიონი შეიქმნა და დღესდღეობით გვაქვს 20.9 cryptocurrency მაგრამ აქამდე ეს იყო ხოლმე მაღლა თორსტი მეგობრებო შემისწორეთ ანუ ყველა ხედავდა რა ჩვეულებრივად მაგრამ ეხლა როგორც ჩანს დამალეს რასაც პატარა ციფრებში ხედავთ ხოლმე მეგობრებო მაგ ხშირად არის ხოლმე რომ ესე ვთქვათ მაგ ინფორმაციას გაშეხება ძალიანაც არ უნდათ ხოლმე ეგ ერთი ფაქტი მეგობრებო თუ შენი altcoin-ი შენი ამორჩეული altcoin-ი რომელიც შენმა გურუმ გირჩია რომ ის გააკეთებს 10x და 20x აღარ იქნება ეგრე იმიტომ რომ უბრალოდ ფული არ იყო ბაზარს ფული არ ყოფნის რომ მაგხლა ფული შემოვიდეს ანუ კიდევ ერთხელ მომფარდაგოწნოს მეგობრებო იქნება თუ რა altcoin-ები რომლებიც სწავლენ მაღლა კი და ანუ ამაზეც აქვს ვიდეოები გაკეთებული თუ როგორ უნდა მიიღო მაქსიმალური სარგებლობა შენელოდები როტაცია შენელოდები ლეველების გარღვევა შენელოდები რო იქ მოხდეს ესე ვთქვათ ინტერესი ანუ დაინახო რა ამ coin-ში არის ინტერესი და ამას შენ დაინახო ფასით და მაგ შემთხვევაში ხვიდე ხოლმე გინდ ტრეიდში გინდ რა ვიცი long ესე ვთქვათ mid term ინვესტიციაში ხო მაგრამ ეს თვალი დახუჭო და რაღაცა ერჩვან ვიღაცამ რაღაც გირჩია და ერჩვა აი განვიხილოთ ჰედერაც განვიხილოთ ჩაილინკიც განვიხილოთ მოკლედ ყველაფერი განვიხილოთ და შემდეგ ვნახოთ ესე ვთქვათ რას აკეთებენ ეს altcoin-ები ხო ანუ დავიწყოთ იქიდან რომ ძალიან ბევრი altcoin-ი არის და აღარ ყოფნის ამ ყველაფერს იმის თანხა არ ყოფნის საერთოდ ბაზარს რომ წავიდეს altcoin-ები მაღლა ხო მაგრამ ეხლა მეგობრებო ანუ წინაზეც ვთქვი ანუ აქამდეც ვამოვიდით როგორ მუშაობს კრიპტო ბაზარი ხო ფული შემოდის bitcoin-ზე bitcoin-დან გადადის ethereum-ზე ethereum-დან large cap-ებზე mid cap-ებზე და ანუ meme coin-ებზე და ასე შემდეგ მაგრამ მე ვამოვიდი რომ კრიპტო ბაზარი შეიცვალა მეგობრებო ფული აღარ შემოდის უბრალოდ ინვესტორებისგან და retail ინვესტორებისგან ხო ფული შემოდის დიდი ინვესტორებისგან მაგალითად დადასტურდა ესე ვთქვათ ETF-ები მეგობრებო და ეხლა კარგად უნდა დავაფიქრდეთ ამ ყველაფერს აი ეს თუ ვერ გაიაზრე შენ და ეს თუ ვერ გაიგე დამიჯერე რომ ფულს საერთოდ ვერ გააკეთებ ამ ბაზარზე ეხლა სხვათა შორის რაც ძალიან მკვირს ჩვენი საყვარელი გადმოვდოთ ერთი წუთი მეგობრებო ეხლა რაც ძალიან მიყვარს, მაგრამ ანუ ყველგან ვხედავ, აი საერთოდ ყველგან ვხედავ, ჩვენი საყვარელი Bitcoin ფანატიკოსები და Bitcoin ენტუზიასტები და Bitcoin რა ვიცი კიდე რა ისინი შეიცვალეს სხვათა შორის აზრები და ძალიან ბევრისგან მესმის, რომ აი ამ bull market-ის დასრულებამდე გავყიდი ჩემ დიდ ნაწილს, აი იმას ვიზამას მოგებას დავაფიქსრებ, იმიტომ რომ რაღაცები ის ხდება, ერთი კითხვა გამიჩნდა რა. აღარ არის Bitcoin-ი მომავალი ფული და აღარ აგროვებ იმისთვის რომ ანუ შენთვის ეს ხომ არ იყო ის იმის მიზანი რომ რაღაც შენ ფული გაიგეთებენ და შენ ამას ხომ ინახავდი როგორც რა ვიცი მომავალი რაღაც რომ აი ეგ რომ მოხდებოდა რას შენელოდებოდი რომ ძალიან ერთ-ერთი ყველაზე დიდი ადამიანი იქნებოდი სოფლიოში ანუ მათაც შეიცვალეს ეს აზროვნება რაღაც ძალიან მიგორს ძალიან რაღაც სპეციფიური შემოვიდა ბაზარზე რა რაღაც ცვლილებები რაც რა თქმა უნდა ძალიან საინტერესო არის. განვიხილოთ მეგობრებო ისევ აი ეს ETF inflow-ები და რა უნდა გავიგოთ ამ ყველაფერში. ფული რაც შემოდის კრიპტო ბაზარზე, ყველაფერი მიდის ETF-ებში, Bitcoin-ის ETF-ში და Ethereum-ის ETF-ში. ეხლა ნახეთ რა ხდება მეგობრებო, საინტერესო რამ არის ის რომ რაც უფრო მეტი ETF-ი გამოდის და იყიდება Bitcoin-დან შედის Ethereum-ზე, იმიტომ რომ ვნახეთ ბოლოს თუ რამხელა ზრდები გქონდა Ethereum-ზე, აი ნახეთ აქ 454 მილიონი, 455 მილიონი, 309 მილიონი, 29 მილიონი პატარა დღე იყო და შემდეგ უკვე წითლები და წითლები.
ანუ ეგ ნიშნავს იმას, რომ Bitcoin-დან გამოდის ფული, შედის Ethereum-ზე, ხო, მაგრამ ამ Ethereum-დან რომ გამოდის, ამ Ethereum-დან რა თქმა უნდა არ გადაიტანენ რაღაც სულელი altcoin-ებში, იმიტომ რომ დიდი ინვესტორები აკეთებენ ინვესტიციას, ესე ვთქვათ, ETF-ებში. მაგრამ რას უნდა დაუკვირდეთ აქ მეგობრებო? აი ძალიან საინტერესო რა, მეხლა რასაც უნდა დაუკვირდეთ აქ და არ უნდა გამოგჩეს. ეს არის მეგობრებო ის ფაქტი, რომ ეს დიდი ინვესტორები ინვესტიციას აკეთებენ იმისთვის რომ გააკეთონ ფული, არა თუ იმისთვის, რომ 15 წლის შემდეგ ან 30 ან 40 ან 50 წლის შემდეგ ბაბუები რო იქნებიან, შვილიშვილებს უყიდონ Bitcoin-ით ნაყინი და პამპერსი და რაღაცები. ხო, ანუ მაგისთვის არ აკეთებენ და საიდან შეგვიძლია მივხვდეთ ამას. ამას შეგვიძლია მივხვდეთ იქიდან რომ ფული რო შეედინება, ასევე გამოედინება. ესე იგი ისინი აფიქსირებენ მოგებას. ისინი რო დააფიქსირო, ხედავენ რომ აქამდე თუ S&P-ზე და სხვა ასეტებზე 12-დან, რა ვიცი, საშუალო წესით 8-12-მდე არის, მაგრამ ვთქვათ რომ თუ აქციებში საკეთები ინვესტიცია ცოტა რისკიანი ინვესტორი ხარ, რაღაც 15-20%-ს აკეთებენ წელიწადში, ხო? შეიძლება 2 წელიწადშიც არ აქვს მნიშვნელობა, განაჩენ როგორ წელი იქნება, ხო, მაგრამ როცა ისინი ხედავენ რომ ვაუ, მე ინვესტიცია გავაკეთე და 2-3 თვეში 30% გავაკეთე, ან 20% გავაკეთე. ხო, რას აკეთებენ ისინი რა თქმა უნდა აფიქსირებენ მოგებას და ფული ისევ გაედინება. ამიტომ ეს უნდა დავიმახსოვროთ მეგობრებო, რომ ის ფული არ შეედინება ისევ რაღაც სულელი altcoin-ებში და მაგარ პროტოკოლებში და რაღაც სულელებში და კიდე რა ვიცი რა. ამიტომ ეს თუ ვერ გავიგეთ მეგობრებო, ხო, ანუ ეს თუ ვერ გაიგეთ, ანუ მე ამას რატო ვაგებ და რატო ვლაპარაკობ საერთოდ ამაზე ვლაპარაკობ, იმიტომ რომ თქვენგან არის მოთხოვნა. მე რამდენჯერმე უკვე მაქვს ამ თემაზე ვიდეოები გაკეთებული, თუ რას ვფიქრობ altcoin-ებზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ ანუ მოთხოვნა უფრო და უფრო ესე ვთქვათ, რაც hype არის ამ კრიპტოზე და Ethereum-მა 60-70% გააკეთა და ასე შემდეგ, ანუ news-ებში არის და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა ახალი მომხმარებლებიც ემატება, ხო და მათგანაც მოდის რომ აი ამაზე რას ფიქრობ, იმას მოусმინე და აი შენ არიცი და აი შენის და აი შენის. ეხლა გადავიდეთ კიდევ მეგობრებო ჩარტებზე და განვიხილოთ კიდევ altcoin-ები, მაგრამ ისევ ეს რა დავამთავროთ. ანუ მაგიტომ ვაკეთებ. მე ამას სულ ვაკეთებ, ანუ რასაც მე ვაკეთებ, ეხლა და რასაც ვამბობ, ამას რა თქმა უნდა ჩემ პრაქტიკაშიც ვიყენებ, ხო, მაგრამ ამას გიზიარებთ თქვენც. მაგრამ შენს თუ გჯერა, თუ არ გინდა რომ იმ ფაქტებს გადახედო და იმ ფაქტებს დაუჯერო, რაც წინა გაქვს, ან ციფრებს დაუჯერო, მე მინდა უბრალოდ ნომრების დანახვა, ხო? შენ თუ მე მეტყვი რომ ეს altcoin არის კარგი, მე ვარ მზად, რომ დღესვე გავაკეთო ინვესტიცია altcoin-ში, ხო? მაგრამ შენ უნდა მანახო რომ ეს altcoin-ი აკეთებს ამას და ამას. მაგალითად, ეხლა altcoin-ი რო გამოვიდეს, ოღონ ესე ვთქვათ, altcoin-ი რო გამოდის, საერთოდ რას აკეთებ? აი ბიზნესში რა ხდება, ხო? შენ ვთქვათ, ბიზნესი გაქვს, რაღაც შექმენი, ხო? აი რაღაც ძალიან დიდი ბიზნესი შექმენი. რა ხდება შენ 5 წელი 10 წელი რა ვიცი კაპიტალს აგროვებ ანუ მოგება წაგება ფინანსურად ესე ვთქვათ ვითარდები ხო და ამ ყველაფრის data გაქვს და შემდეგ ესე ვთქვათ მიდიხარ გინდა საფონდო ბირჟაზე დარეგისტრირე რა თქმა უნდა მიდის მე იმდენი კონტროლების ის რომ ჩვენ დაგვიცვან ხო ანუ ისინი ვინც ზედამხედველები ხო სეკი ავიღოთ მაგალითად რაზე ზრუნავენ ისინი ზრუნავენ იმაზე რომ მე და შენ ვიყოთ დაცულები და არავინ მოგვატყუოს ხო ანუ თუ შენ კომპანია გინდა რომ ესე ვთქვათ დალისტო გადიხარ ძალიან ბევრ ესე ვთქვათ შემოწმებებს ხო მაგრამ რა ხდება კრიპტოში შენ რაღაც იდეა გაქვს გუნდი შექმენი Discord ჩატი შექმენი და ბუმ წავედით coin-ი გვაქვს გამიკეთეთ ზმებო ინვესტიცია და მაგარი ტიპი ვარ და მსოფლიოს შევცვლი. ანუ ეგეთ რაღაცაში როგორ უნდა გააკეთო ინვესტიცია, ხო? მაგრამ რა შემთხვევაში გავაკეთებდი მე ინვესტიციას, მე რა თქმა უნდა, მარკუს აურელიუსის სიტყვებს რო დავუკვირდეთ, ხო? მის დღიურებიდან ერთ-ერთი, ანუ თავის თავს ელაპარაკებოდა ხოლმე. რას ამბობს ის, რომ მას უთქვეს ერთხელ, რომ ანუ ძალიან ქედმაღალი ხარო და სხვის შენიშვნებს არ იღებ. და მან უპასუხა, რომ მე დამანახეთ, რომ შეცდომას ვაკეთებ და აუცილებლად მოგისმენთ, იმიტომ რომ როცა დისკუსია იმართება, ხო, შენი მიზანი მithomets როცა ფინანსებზე არის, ხო? ჩემი მიზანი რა არის? ჩემი მიზანი არის ის, რომ მე ვიყო მართალი შენს მიმართ ან სხვის მიმართ. ჩემი მიზანი არის, რომ ფული გავაკეთო. და შენ თუ დამანახებ იმას, რომ მე ვწდები, მე პირიქით ვიტყვი, ვაიმე ეს მე როგორ ვერ დავინახე და დროზე იქ ჩავდო ფული და გავაკეთო ფული, ხო? მაგრამ ვერავინ ვერ მანახებს იმას, რისი დანახებაც მინდა, რისი დანახვაც მინდა მე როგორც ინვესტორს იმისთვის, რომ გავაკეთო ფული, ხო? როცა პრაიმ მანახე რამდენი წელია ოპერებენ ამ ბაზარზე, მანახე რამხელა ამ კონკრეტულ პროდუქტზე მოთხოვნა, რასაც ეს altcoin-ი, ან ესე ვთქვათ, მაგარი ტიმი, ესე ვთქვათ, აკეთებს ან გვეხმარება, ხო? ანუ
რას ქმნიან, რამხელა არის მოთხოვნა, ვის ეხმარება, რას გააკეთებს, რამხელა შემოსავალი, რამხელა გასავალი, ასე ვთქვათ, როგორ იზრდება, ну რა პრობლემები აქვს, ვინ არის მათი ასე ვთქვათ, კონკურენტები და ასე შემდეგ. ну ამ ყველანაირ დათას ვერავინ ვერ მაწვდის. ანუ ერთადერთი აი გადარიცხებში ვაკეთებთ ფულს და ფიებში აკეთებენ ფულს და იზრდება და იზრდება და იზრდება. ანუ რა შემთხვევაში იზრდება მათი აქციები არ იზრდება იმ შემთხვევაში თუ მათ ასეტები აქვთ ძალიან ბევრი ან რაღაც დიდი ბრუნვა გააკეთეს, არა, იზრდება მათი ფული, მათი ფასი, ანუ ამ ალტკოინების ფასი იზრდება ხოლმე და ხოლმე იმ შემთხვევაში თუ შენ და მე და კიდევ ვიღაც ხვევმა გააკეთეს ინვესტიცია, ხო? ეს არის მეგობრებო, ინვესტიცია, ეს არის უბრალოდ გამბლინგი. რაც მე პრობლემა მაქვს, თუ ინა გააკეთე, ანუ ჩემი ფული არა, შენი ფული არის, ხო, მაგრამ მე გეუბნები უბრალოდ იმას, რასაც ვაკეთებ მე. მაგრამ თუ იყო ესეთი რაღაცა altcoin-ი, რომელიც მაგალითად იქნება, სადაც იქნება კონტროლი, რომ აი რა ინფორმაციას ისინი მემაძვლებენ და აი გააქვეყნებენ ხომ, რომ არის დადასტურებული ოფიციალური კომპანიისგან, როგორც არის მაგალითად SEC-ი. არ მექნება არანაირი პრობლემა, რომ მასში გავაკეთო ინვესტიცია. ეგ ინფორმაცია რომ მექნება, ეგ ანიშნავს იმას, რომ ის აუცილებლად ფულს გააკეთებს და მოგებას დავაფიქსირებ? არა, მაგრამ მე უბრალოდ მეცოდინება, რომ მე ჩემ ფულს ვდებ ისეთ რაღაცაში, რაც ნამდვილად არსებობს და არ მატყუებენ, ხო? ბიზნესი არის, ინვესტიცია არის და რა თქმა უნდა, სარისკო არის, ხო? მაგრამ შენ რაც საკეთებ, რომ პირდაპირ altcoin-ში აკეთებ ინვესტიციას, შენ უბრალოდ იმის იმედზე ხარ, რომ ის გაიზარდოს. და არანაირი კონტროლი არ გაქვს შენ, ანუ იმათ უნდა გაყიდიან, უნდა იყიდიან, უნდა აგდებენ ფას, უნდა დაგდებენ ფას, ანუ შენ არანაირად არ ხარ დაცული, იმიტომ რომ დეცენტრალურ ქვეყანაში ვართ. bro. ამიტომ მეგობრებო, დაფიქრდით რა საკეთებთ და თუ თქვენ გაქვთ ისეთი altcoin-ი, რომელიც მე დამაინტერესებს, დიდი სიამოვნებით გადავხედავ, ოღონ უნდა ჰქონდეს ის კრიტერიუმები, რასაც ვამბობ მე. გადავიდეთ ახლა მეგობრებო ჩარტებზე და ანუ ციფრები დაგიდეთ წინ, მაგრამ მოდი ახლა გავაკეთოთ რა, ანუ ჯერ რომ ეს სადაც საინტერესო არის კიდევ არის რომ ის total market cap-ი და Bitcoin-ის ჩარტი უბრალოდ ერთი და იგივე არის. ანუ შეხედეთ რა განსხვავებას ხედავთ. თითქმის არაფერი განსხვავება არ არის. ანუ ის მიყვება უბრალოდ Bitcoin-ს. ეგ ნიშნავს იმას, რომ Bitcoin დომინაცია არის ძალიან დიდი. ნათლიანი ფული შემოდის Bitcoin-ში. მაგრამ გადავიდეთ ახლა მეგობრებო ჩვენ საყვარელ altcoin-ებზე. ნუ XRP-მ რა თქმა უნდა გააკეთა ახლა დიდი ზრდა, ანუ ძალიან ბევრი ელოდა ის ქის იყო, ტრამპმა შეუწყო ხელი, იმას შეუწყო, ამან შეუწყო ხელი და ანუ ზუსტად მაგიტომ გაიზარდა ფასი, ხო? მაგრამ მე ვნახეთ კორექციების რამხელა არის 50%, კორექციები რამხელა არის აქ არის უკვე 30% პლუს 25 თქვა. რა შეგვიძლია ვისწავლოთ? აქედან შეგვიძლია ვისწავლოთ ის, რომ ის ხალხი ვინ შემოვიდა ბაზარს და დააფიქსირა ფული კიდე მეგობრებო, რაც მე მინდა რომ გითხრათ, ანუ დამავიწყდა, მაგრამ აუცილებლად მინდა რომ ეს მეთქვა კიდევ კარგი, ახლა კარგად გამახსენა ის ზუსტად არ. რას ვამჩნევთ ახლა მეგობრებო altcoin-ებზე? აქამდე altcoin-ები რო დაიწყებდნენ ზრდას, მიდიოდნენ და ვეღარად ჩერებდნენ. ანუ მიდიოდნენ რომ გონია რომ აქ შეჩერდება, არა, კიდევ აგრესიულად მიდიან წინ. მაგრამ ახლა ვხედავთ რომ გაიზრდება ცოტა ეგრევე კორექცია. გაიზრდება ცოტა ეგრევე კორექცია. რას ნიშნავს? ანუ ისევ რო გადავთვალოთ ჩვენ ენაზე, როგორც ტრეიდერების ენაზე და ძალიან ადვილი ენაზე, რომ თქვენ გაიგოთ. ეგ ნიშნავს იმას, რომ ვინ შედის და ვინც ნახულობს პატარა მოგებას, იმ თავის მოგებას ცდილობენ რომ უკვე safe-ად აქციონ და ესე ვთქვათ გაყიდონ და დააფიქსონ რაღაც პატარა მოგება იმისთვის რომ თავიანთი რისკები შეამცირონ. ანუ ტრეიდერები შეეცვალნენ, უფრო სხვანაირი ტრეიდერები ყვანან ახლა ბაზარზე და ისინი როცა აკეთებენ ინვესტიციას ან ტრეიდში შედიან, არ ელოდებიან რომ მაგალითად $1000 $15000 გააკეთონ. ხო, $1000 თუ გააკეთეს, ესე ვთქვათ 300, 400, 500 უკვე კვაყოფილები არიან და რაღაცა ნაწილ მოგებას აფიქსირებენ. ხო, ამიტომ ეს უნდა დავიმახსოვროთ მეგობრებო და ამ ყველაფერს რა თქმა უნდა ამ ჩარტებზეც ვხედავთ რომ გაიზარდა გაიზარდა კორექცია. ეგ ნიშნავს იმას, რომ ჯერ ჰაიპი არ არის, ჯერ ის პანიკა და FOMO არ არის, რაც წინაზე ვნახეთ. შეიძლება თუ არა მოვიდეს ეს, რა თქმა უნდა შეიძლება მოვიდეს, მაგრამ ამას ჯერჯერობით ვერ ვხედავთ. ამიტომ როცა ფასი იზრდება, ვხედავთ რომ ყველა აფიქსირებს მოგებას. ნუ XRP რა თქმა უნდა არის ის, რომ მისი ფასი გაიზარდა, ამას ვერსად ვერ გავექცევით. მეც რამოდენიმე ძალიან კარგი ტრეიდი მქონდა XRP-ზე გაკეთებული, მაგრამ მაგ უკვე გავისტოპე და დავაფიქსირე ჩემი მაქსიმალური მოგება და აი ზუსტად ეგ არის მეგობრებო. რომ მე ვისტოპები მოგებაში და ვაფიქსირებ მოგებებს, მაგრამ თქვენ your monitor is about to turn off. Why?
მაგრამ ესე ვთქვათ, მე ვაფიქსირებ მოგებას, შემდეგ ჩემს stop loss-ი ამყავს profit-ი და თუ ვისტოპები, ეგეც profit-ი, ანუ ეგეც შემდეგი take profit-ი არის, ხო, მაგრამ შენ თუ chart-ში ისეთ coin-ში, რომელიც აღარ წავიდა, მაგრამ წამოვიდა ქვემოთ, ეგ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცამ შენ ჯიბეში ჩაყო ხელი, ამოიღო ფული, ჩაიდო თავის ჯიბეში. Ну, გადავიდეთ ახლა სხვა altcoin-ებზე მეგობრებო და ერთ-ერთი ყველასთვის საყვარელი ეს არის ჩვენი DOT. ვაუ, ნახე რა მაგრად გამოიყურება ესე და zoom out რო გააკეთებ, ვაუ. ანუ ნახეთ. ჯერ აქედან აქ კორექცია 80%. Ну, მე რაღაც hype 4x. წარმოიდგინე აქ ვიღაცა რო შესულიყო, ხო? ანუ მოდი ვთქვათ რომ აქ შეხვედი, არ არის მნიშვნელობა. ანუ ვთქვათ რომ all time high-ზე არ შეხვედი. ვთქვათ რომ აქ შეხვედი. 90% კორექცია. კარგი, მოდი ვთქვათ რომ აქ შეხვედი. 70% კორექცია. ანუ აი ამას რა დავარკვათ, რა dots არ აქვს ძალიან მაგარი გუნდი ან არ ყავდა, იმიტომ რომ ვიცი რომ Ethereum killer-ი იყო, Cardano killer-ი იყო, Solana killer-ი იყო და killer-ად რაც ხომ სად არის ჩვენი killer-ა? აი სად არის? რას აკეთებს? და აი როცა ვამბობ ხოლმე რომ უნდა დაელოდო ასე ვთქვათ როტაციას. არის თუ არა ახლა საინტერესო ტრეიდის აღება, რა თქმა უნდა არის საინტერესო. აქ გვაქვს მაგალითად ახლა daily-ზე ამის გარღვევა, გავარღვევთ, გატესტო, ანუ იყო აქ იდეალური entry, მაგრამ ახლა სად შეგიძლია მეორეჯერ აიყო entry, ანუ აქ ხედავთ რომ გვაქვს კიდევ ერთი resistance zone, ანუ ეს იყო ერთი ტრეიდი. და ამას თუ გავარღვევთ, ეს იქნება მეორე ტრეიდი, მაგ შემთხვევაში შეგიძლია შეხვიდე ტრეიდში და მოგებები დააფიქსო, რა თქმა უნდა, აქ, რა თქმა უნდა, აქ, რა თქმა უნდა, აქ, რა თქმა უნდა, აქ თუ ფასი წავა მაღლა. მაგრამ ის რომ ეხლა ვიგემბლინგო და აი all time low-ზე არის და ეხლა უნდა ვიყიდო აუცილებლად, ანუ სისულელი არის, იმიტომ რომ ჯერ ეს ერთი იქნებოდი 150 დღე მინუსში და ეხლა იქნებოდი პლუს მინუს break even-ში, ხო, თუნდაც აქ რო გიყიდა. ანუ დავიფიქრეთ მეგობრებო, რას ვაკეთებთ. ან აქ რო გიყიდა, აქ თუ აქ იყიდე, არ მესმის აქ რატო არ უნდა იყიდო, ხო? იმიტომ რომ აქ თუ იყიდე როგორც ინვესტორმა, ესე იგი შენ გიჯერა რომ ის არის Ethereum killer-ი. თუ აი აქ იყიდე სადღაც, ხო? აი რატო არ უნდა იყიდო მაგალითად აქ. აი ვთქვათ რომ იყიდი აქ, ხო? რა თქმა უნდა, აქაც უნდა იყიდო 30% კორექციაზე, აქაც უნდა იყიდო, მე აქაც უნდა იყიდო და ანუ სულ მინუსში და მინუსში მიდიხარ, ხო? გადავიდეთ Litecoin-ზე. ან Litecoin-ზე რა ხდება? ეგეც მითხარით, მაგრამ ეს არ არის ფუნდამენტალურად ძლიერი coin-ი თუ რა მოხდა? ანუ ამის შემთხვევაში რა მოხდა? არ არის ეს ფუნდამენტალურად ძლიერი coin-ი? აქ სხვათაშორის ტრეიდი მქონდა განხილული და ახსნილი, იმიტომ live-ში იყო თუ ვიდეოში აღარ მახსოვს, რომელიც იდეალურად გამოვიდა. და ზუსტად ამას გულისხმობ ხოლმე მეგობრებო, რომ გავარღვიეთ ეს ლეველი, რომელიც დავარეჯექტეთ რამოდენიმეჯერ, შენ აქ გაქვს entry, ჩვეულებრივად entry აქ გაქვს, stop loss-ი აქ გაქვს. რევარდი გაქვს უკვე იცი სადამდე შეიძლება შენი რევარდი წავიდეს, ანუ აქ გზა ფიქსერებ მოგება, შეიძლება აქ take profit ერთი აგეღო. take profit ერთი აგეღო შეგეძლო, აქაც შეგეძლო ლიკვიდობაში მეორე take profit აგეღო, ან თუ როგორც ინვესტიცია უყურებ, შეგეძლო ესე ვთქვათ, აქ გაგეყიდა, აქ უკვე იქნებოდა, ანუ $100 თუ გარისკავდი აქ მაგალითად, აქ უკვე იქნებოდა $300. შეგეძლო აქ 50% დაგეფიქსირებინა მოგება. $150 გექნებოდა მოგება, ანუ შენ ინვესტიციას უკვე გაორმაგებდი და შეგეძლო მე stop loss-ი აგეწია profit-ში, ანუ break even-ში თუ გაისტოპებოდი, ანუ აღარაფერს აღარ დაკარგავდი, ხო? ხედავთ რომ არ გაისტოპებოდი და ეს რაც დაგჭა ის ნაწილი, ხო? შენი პოზიციის რაღაც ნაწილი, აქ შეგიძლია გავუშვა, თუ წავიდა მაღლა მართლა და რაღაც სასწაულები მოხდა, მაგ შემთხვევაში მაინც პოზიციაში ხარ, ხო? ამიტომ ესე უყურებ მეგობრებო coin-ებს. მაგალითად ახლა კიდევ Dash-ი, ანუ Dash-იც ძალიან მაგარი იყო ერთ დროს და ანუ ამას ახლა მე მართლა უყურებ $446-დან $24. ანუ წარმოიდგინე რომ 10 coin-ი გაქვს ნაყიდი $4000. ანუ მოდი 400 ავიღოთ. all time high არ ავიღოთ, იმიტომ რომ გამოხტებიან ხოლმე რომ აი სულ მაღალიდან იღებ და აი არ უნდა გაზომაგე, აი აქედან ავიღოთ რა. ავიღოთ $400-დან. ვთქვათ რომ 10 იყიდე $4000. ბუმ, გაიღვიძე და დღეს გაქვს სულ რაღაც, ანუ 95% გაუფასურდა და დღეს $4000-ის მაგალითად გაქვს $240. სად წავიდა შენი მაგარი გუნდი? კაი ვთქვათ აქ იყიდე, არა აქვს მნიშვნელობა, ვთქვათ აქ იყიდე $2500-ად.
აიღვიძე, ისე $240 გაქვს. კარგი ვთქვათ, აქ იყიდე $1,500-ად, $1,500-დან $250-მდე რა ნაკლები დანაკარგია, ანუ პროცენტულობით იგივე დანაკარგია, ხო? ანუ სად არის? ანუ ვინმე მომიხსენ დაშს არ აყავს მაგარი გუნდი, იმიტომ რომ დაშშიც ძალიან არც მე მგონი ამის მაინინგით შეგიძლია თუ რაღაცა, ანუ იმიტომ რომ ადრე მახსოვს რომ ძალიან დიდი ჰაიპი იყო და დაშის მაინინგით შეგიძლია თუ არ ვწდები, თუ ეს კოინი იყო. მაგრამ რა არ აქვს ამას მაგარი გუნდი? ნეო ავიღოთ, ნეოს არ აქვს მაგარი გუნდი, მეგობრებო? ძალიან მაგარი ფუნდამენტები არ აქვს, ვერ ხვდები. მაგრამ არც ის დაგვაუწყოს მეგობრებო, როცა ბიტკოინი მიდის მაღლა, მხოლოდ მაშინ მიყვებიან ალტკოინები. ანუ რაც ნიშნავს ეგ ნიშნავს იმას, რომ ალტკოინების ფუნდამენტები საერთოდ არაფერ შუაში არ არის. ანუ Uniswap-ი აღარ Uniswap-ზე რა ხდება? ანუ Uniswap-იც $46-დან $8-მდე. რავი, ჩამოყვეთ ესე და ანუ ეს რაღა არის, არ ვიცი. გადავიდეთ მაგალითად ცოტა ესეთ კოინებზე, რომელიც ბევრმა იცის, ნუ Solana რა თქმა უნდა, კარგად მიდის, ვიცით, იმიტომ რომ ჰაიპია ძალიან დიდი, მაგრამ ამ ეს კორექციაც არ დაგვაუწყდეს, მეგობრებო, 67%-იანი კორექცია, ანუ სიკიში. მაგრამ ახლა რა თქმა უნდა, ჰაიპი რო არის ალტებზე, მაგიტომ მიდის ეგრე, მაგრამ აი შეგვიძლია ესეთ კოინებს, ანუ ესეთ კოინებს აქვთ რაღაც დანიშნულება, როგორც არის BNB, როგორი არის Scro, როგორი არის Bybit-ის კოინი, იმიტომ რომ ისინი შეგიძლია რაღაცაში გამოიყენო, ხო, იმიტომ რომ Binance აქვს ხოლმე ეგეთ რაღაცა, თუ Binance-ი გაქვს, ანუ სტეიკინგი Binance შეგიძლიათ ფიები, უფრო ნაკლებად შეგიძლია გადაიხადო Binance კოინი თუ გაქვს და ასე შემდეგ, ანუ რაღაც ღირებულებას ქმნიან, ხო, მაგრამ ეგეც თვითონ ქმნიან, არა თუ ესე ვთქვათ, ისეთი რაღაცა არის, რაც ყველას დაეხმარება. ნუ ეს პერსონაჟი სულე ტეზოსი, ანუ ტეზოსი მახსოვს რომ ძალიან მაგარი კოინია, აი მართლა ძალიან მახსოვს, იმიტომ რომ ყველა ლაპარაკობდა ამაზე და ანუ შეგვიძლია ჩამოყვეთ მეგობრებო, Bitcoin Cash მაგალითად Bitcoin SV და Bitcoin Cash იყო next Bitcoin, იმიტომ რომ ყველა მაგას გამოიყენებდა cash-ის გადასახადად და რაღაც ისულელები, ანუ ხდება ეგეთი რაღაცა ახლა მაინტერესებს. ალტკოინები ვნახოთ კიდე საინტერესო ლინკი ვნახოთ. არ არის ეს ლინკი, ლინკი ვნახოთ. ლინკი კიდე კარგად მიდის, მაგრამ ანუ მაინც გაუფასურებულიას და აქაც ხედავთ რომ ნახეთ, გააკეთა ზრდა 174%-იანი, წამოვიდა ისევ 64%-იანი ვარდნა გააკეთა, ანუ რა ზრდაც გააკეთა, ის ვარდნა გააკეთა და უბრუნდა ისევ თავის ნიშნულს. ანუ შენ მოგებას თუ არ დააფიქსირებდი, ანუ ისევ მინუსში იქნებოდია, ეგ რას ნიშნავს იმას, ეგ ნიშნავს იმას, რომ ინვესტორები ან ტრეიდერები, რომლებიც აკეთებენ ტრეიდს ან ინვესტიციას რაღაც short term-ზე, ისინი ძალიან მალე აფიქსირებენ თავიანთ მოგებას. აი ლუნა ძალიან ბევრს დაემართება ლუნასნაირი რაღაც, მაგრამ ანუ აი დრო დავიწყოთ ახლა ხო მეგობრებო, აი რითი განსხვავდება ეს ლუნა და ეს, აი რითი განსხვავდება. აი მართლა ძალიან მაინტერესებს რითი NG-ს მახსოვს რომ გეიმინგი, არა გეიმინგის იყო, აღარ მახსოვს თუ ჩილის იყო გეიმინგის, აღარ მახსოვს. ნახეთ. ანუ აი რაზე გინდათ რომ ვილაპარაკოთ, აი რა ალტკოინზე და აი რატო გგონია რომ შენ გაქვს ის ერთი ალტკოინი, რომელიც რაღაცა ძალიან მაგარი იმას იზავს და ასე შემდეგ, აი რატო გგონია მე მართლა ვერ ხვდები. კიდევ არის მოიცადე რომელზე ლაპარაკობენ ხოლმე კასპა. ეს არის მომავალი ბიტკოინი, კიდე თუ რაღაც. ანუ ვერ ხვდები რაზე არის ხოლმე ლაპარაკი რა, ამიტომ მეგობრებო, კარგად დაფიქრდით, რა შეაკეთებთ ინვესტიციას, იმიტომ რომ ეს არის თქვენი ფული, თქვენ თვითონ იშრომეთ ამ ფულისთვის, რა თქმა უნდა, თქვენ თვითონ ვეწყვეთ, რა სისულელია, სად გააკეთებთ ინვესტიციას, რას გააკეთებთ და ასე შემდეგ. მე უბრალოდ რაღაცებთან მოდის ამდენი კითხვა თავს თვლი ვალდებულად, მithumetes როცა გაქვს YouTube არხი და ბევრი გისმენს, ჩავთვალე ვალდებულად რომ კიდე ჩამეწერა ეს ვიდეო, იმიტომ რომ მე ვაკეთებ ესე. ეგ არნიშნავს იმას, რომ შენც ესე უნდა გააკეთო. შენ თუ გჯერა და აკეთებ ფულს, უნდა გააკეთო, იმიტომ რომ აქ მთავარი არ არის ვინ არის მართალი და ვინ რას ფიქრობს. აქ მთავარი არის ფული. რატო ხარ შენ ამ ბაზარზე? იმიტომ რომ ფული გინდა. რატო არ მე ამ ბაზარზე? იმიტომ რომ ფულის გააკეთება მინდა, ხო? და რა არის აქ მთავარი, რომ გააკეთო ფული. ამიტომ სულ არ მაინტერესებს დარჩენა უნდა გაინტერესებდეს დავითი დამენია რას ფიქრობს, ან სხვა ვიღაცა რას ფიქრობს, მიკროსტრატეჯი ან არა, ან ელონ მუსკი ან ტრამპი რას ფიქრობს, ხო?
თავარი არის ფულს თუ აკეთებ. შენ თუ ყოველ დღე მილიონებს აკეთებ და ტრამპი თუ ფიქრობს რომ კრიპტო bullshit არის, მაგრამ შენ მილიონებს აკეთებ კრიპტოთი, who cares? იმიტომ რომ ფულს აკეთებ, ფულისთვის ხარ აქ, ხო არა იმისთვის, არა თუ იმისთვის რომ ელაპარაკო რა მაგარი პროექტი არ რაღაც. ხო, ფულს თუ აკეთებ იმას, რაც შენ გინდა ამ ბაზრიდან როგორც შენ აკეთებ, მაშინ უნდა გააგრძელო ის, რასაც აკეთებდი, მაგრამ თუ ხედავ რომ არ არის ესე და ვიღაცა მაგალითად მე გეუნება საპირისპიროს და გეუნება თუ რატო ვერ აკეთებ იმას, რისი გაკეთებაც გინდა, მაგ შემთხვევაში გაქვს შანსი რომ დაფიქრდე და რაღაცეები შეცვალო.